შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. სტუმრები მოვიდნენ, მეხუთე. კვეხნაში ნუ ჩამომართმევთ და ჩემი სახელი სათათრემდინ არის გავარდნილი. იმერეთშიაც მისულა ჩემი ქება, მაგრამ აი ამ შენმა უხეირო ლუარსაბმა ასე გაგიხადა ეს ფხიკიანი იმერელი, რომ სულ ჩემი მზე ვალოცვინე. თვითონვე თავის პირით მითხრა, ბაყ დევი ხარო. თითის მომიკაკვა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა. სანაძლევო მოიგე, ნახევარი იმერეთი შენი უნდა იყოსო. რომ მეჩივლა რასაკვირველია, იმ ნახევარს გამოვიტანდი, მაგრამ ჩვენი მამაპაპის მამულებიც მაშინ ისე ოხრად ხრჩებოდა და იმერეთი რაღაცად მინდოდა. ილია ჭავჭავაძე. სტუმრები ოტიამ დიუნის სათიბის დიდსა და ყავრით გადახურულ ჭიშკარს მიადგნენ. სათიბი და ეზო მესერით იყო შემოვლებული. ბაბომ თვალი მოჰკრა სტუმრებს და ყვირილი მორთო. ოტია, სტუმრები მოვიდნენ, ოტია! ბაბო და ოტია ჭიშკრისაკენ გაეშურნენ. მოურავმა ბეგლარმა ჭიშკარი გააღო. დომენტიმ ურემი ეზოში შეიყვანა. მოჯამაგირეებმა ერმილემ, დათუამ სტუმრებს ცხენები ჩამოართვეს. ტერეზას ვენაცვალე, დაიძახა ბაბომ, კერძზე მიიკრა მული, პირისახე და თვალები დაუკოცნა. მერმე სტეფანეს და კორნელის გადაეხვია. სტუმრებს ხელი ჩამოართვა. ოტიას ცრემლი მოსდგომოდა თვალზე სიხარულისაგან. ამ დროს ბაბოს ძმამ, დათამ ცხენი ყალყზე შეაყენა. ისკუპა და შურდულივით გაუშვა სათიბში. ნაგანი იძრო, დაშყივლა და გაისროლა. გიჟია, გიჟი! ხარხარით მიაძახა ბაბომ. იგი მაღალი, ტანადი, თეთრი, ფერხორციანი და საამო შესახედავი ქალი იყო. ფართო სახეს შვილდისებურად მოზიდული წარბები, დიდრონი, შავი და ბრიალა თვალები, არწივსავით მოღუნული ქართული ცხვირი და ბროლივით თეთრი, მიჯრით მოწყობილი კბილები შვენოდნენ. წაბლისფერი თმის დაგრაგნილი ნაწნავი მორგვივით ჰქონდა დახვეული კეფაზე და სპილოს ზulis სავარცხლით დამაგრებული. ლამას ხელებს ოქროს სამაჯური და საათი უშვენებდა, ხოლო გრძელ, შხვარცსა და ბოლოში გაწვრილებულ ჩამოთლილ თითებს თვალ მარგალიტებით მოჭედილი ბეჭდები. ოქროს მანიაკი და ძვირფასი ქვებით მოკიაფე ზარისებრი საყურე გაეკეთებინა. ისეთი გრძელი, შემოქობილი, შლეიფიანი კაბა, კოფთა და ტუფლები ეცვა, იფიქრებდით, დარბაზობისათვის შეუკერავსო. იმერეთში სილამაზით განთქმული ჩიქოვანის ქალი თუ შეედრებოდა ბაბოს. ევროპულ ტანსაცმელს არ შეეფერებოდა დიდედა დარეჯანის მიერ ნაბოძები უძველესი ქართული სამკაული, ოქროს მანიაკი და ზარისებრი საყურე. ახოვანმა და საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილმა დარდიმანდმა ქალმა, მისმა ეშხმა და ლაზათმა სტუმრების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით კი პლატონისა. თვალს ვეღარ აშორებდა, შთაბეჭდილებას ანელებდა მხოლოდ ოდნავ პროვინციული მიხრა-მოხრა,
თავის დაჭერა და ომახიანი ვაშკაცური ბოხი ხმა. ბაბოს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის 6 კლასი ჰქონდა დამთავრებული. ზამთრობით ქუთაისში ცხოვრობდა. ხანდახან თბილისში ჩადიოდა, მაგრამ ამ მთამ შეუძლებელია თავისი ელფერი ოდნავ მაინც არ დაამჩნიოს ადამიანს. ბაბო მოღიმარი და ბედნიერი სახით ისე სწრაფად შემობრუნდა და დაიძახა: მობრძანდით, ჩემო ბატონო! თითქო 16 წლის ისეთივე ტანკენარი გოგონა ყოფილიყოს, როგორც მაშინ, როდესაც იგი ოტია მოიტაცა და ნაბაჯში გახვეული ზედაზენში ამოიყვანა რაშისებურ ბედაურით. მას აქეთ 16 წელმა განვლო. მაშინ ოტია წარმოსადეგი იყო, 50 წლისა იქნებოდა. ღიპიც არედო, ჭაღარაც აქა-იქერია და კაცი თუ არ დააკვირდებოდა, ვერც კი შეამჩნევდა. ეს მისი ხანჯალი და რეორველი, რომელსაც იგი სმითზე ძახდა, უფრო კაცურად და მოხდენილად ეკიდა, ვიდრე ახლა. კლავიცა და ჭკუაც უკეთ უჭრიდა. რუსულიც უფრო ეხერხებოდა, თუმცა სწავლა მაინც და მაინც ჭკუაში არ უჯდებოდა მას. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის 5 კლასით დაკმაყოფილდა ოტია. მიუხედავად კორნელის მამის, გიორგი მხეიძის ქადაგებისა, მეტი სწავლა არ მოისურვა. ზეწრები დაგრიხა, ერთმანეთს გადააბა, პანსიონის მეორე სართულიდან ქუჩაზე დაეშვა და ქეიფსა და ქალებს აყოლილი ჭაბუკი სამუდამოდ გაიპარა გიმნაზიიდან და რუსული ენის გარდა მერმე ფრანგულ გერმანული, მით უფრო ლათინური და ბერძნული არასოდეს აღარ დასჭირვებია. სოფელს დაუბრუნდა და მამის არჩილის სიკვდილის მერმე დიდარი მემამულე გახდა. გუბერნატორის წარჩინებული რუსი მოხელეების სახლში დაიარებოდა. მასთანაც ხშირად ყოფილან ზედაზენში სტუმრად ისინი. კარისმერეთის ბოქაული და სტრაჟნიკები დღედაღამ ოტიასას ქეიფობდნენ და მისი სახლკარის და მამულის ერთგული მცველები იყვნენ. ახლა კი რა მისი ცხოვრება? მამა პაპათა ყოფილი ყმები და შინ გაზრდილი მოჯამაგირენი აღარერიდებიან. ოფიცერი დათა ყიფიანი ცხენიდან გადმოხტა. ბაბო და ოტია ჩაჰკოცნა. ყველანი სახლისაკენ გაეშურნენ. ოტია დათას მიყვებოდა, ბაბო ტერეზას. რა ამბავია, ბოშო, ვერ აგიწერ. შეშჩივლა ცოლის ძმას ოტიამ. დამაქციეს და ამომაგდეს გლეხებმა, ტყე და ვენახი ამიჭრეს. იმ მამაძაღლმა, გოჯასპირმა და მისმა ყაჩაღმა შვილმა გალაქტიონმა ბოქლომი გამომიცვალეს სარკოიას მამულის ჭიშკარზე და შიგ ბეგლარ და ჩემ ბიჭებს არ უშვებენ. შეიხვილიფეს ამხელა მამული. ნუ გეშინია, ოტია, ცოტა დამაცალე. აქაც ამოვალ ჩემი რაზმით და მაშინ ყველას გავბაწრავ და ციხეში ჩავყრი. დაამშვიდა დათამ. ბიჭო, მიშველე რამე, ჩემი ცოლის ძმა არა ხარ? ასე თუ მომდგნენ გლეხები და გამაპარტახეს, მერე რითიღავი ცხოვროთ მე და შენმა დაიამ? მათხოვრობა უნდა დავიწყოთ? დედა ჩემი სული ნუ წამიწყდება, პატიოსნებას გეფიცები. უკანასკნელი ორი სიტყვა რუსულად უთხრა ოტიამ. ბაბოს და ტერეზას სულ სხვა სახის საუბარი ჰქონდათ. რა ლამაზი გოგონაა მაყაშვილების ქალი. მოდი კორნელის შევრთოთ. უთხრა სოფელში ჭორიკანობას და მაჭანკლობას შეჩვეულმა ბაბომ ტერეზას. აღმართზე მიდიოდნენ. გონი მასე ეწყობა საქმე. გაანდო საიდუმლოდ ტერეზამ. ბაბომ კორნელის და ნინოს გადახედა. დაიხარა და ტერეზას ყურში ჩაშჩურჩულა. კორნელის ენაცვალოს, ბიცოლა, შეხედე, ტერეზა, მაყაშვილის გოგონას რავა ეკურკურება. მერე ისე ხმამაღლა გადაიხარხარა, რომ
თითის წვერზე მცხოვრებნიც კი გაიგონებდნენ. ტერეზამ გაიღიმა და ისევ დინჯად და ჩუმად უთხრა: ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ ჯერ რა დროს კორნელის ცოლია. მერწმუნე ტერეზა, კაცი რაც უფრო ადრე მოეკიდება ცოლშვილს, მით უკეთესია. იქნებ მწარე გამოცდილებითაც ამბობდა ამას ბაბო. ოტია მასთან შედარებით უკვე ღრმად მოხუცებული სჩანდა. პლატონი თვალს არ აშორებდა ბაბოს და როდესაც მისი ჯანიანი ხარხარი გაიგონა, იონას უთხრა: რა დიდებული ქალია, ცარიელის სქესი მეტყველებს მასში. კარგი ვაჟკაცი თუ დაიურვებს ბაბოს, სარეცელზე ეგ ავხორცი იქნება. ოტიას ხომ ხედავ, მოხუცია. ქალი მამაკაც არის დატანებული და თუ ვაჟკაცობას გამოიჩენ, ამასაც დავინახავ, წააქეზა იონამ. აღმართი რომ აიარეს, სტეფანე შეჩერდა. ესტატეს ჩხეიძეს და წულუკიძეს თითით უჩვენებდა მდინარის პირას გაშლილ ჭალებს, უკანა მთას და სარკოიას ტყეს. ეს სულ ოტიას მამულია და აი იქ თაშიაც ბევრი ადგილმამული აქვს. სტუმრებმა თვალი ვერც კი მიუწვდინეს ოტიას სამფლობელოს. წულუკიძემ თქვა: მოსახლე და მემამულეც ასეთი უნდა. სტუმრები ქვის მაღალი კიბით ქვითკირის სახლის მეორე სართულზე ავიდნენ. შუშაბანდიან აივანზე გაჩერდნენ. აჯამეთის ტყეს შავ ზღვამდე გადაშლილ რიონის ველს, ამწვანებულ მთა გორებს, შორეულ ქედებს გახედეს. აქედან უფრო წარმტაცი სურათი იშლებოდა ვიდრე ტერეზას სახლის აივნიდან. როდესაც სტუმრები ბუნების ლამაზი სურათის ჭვრეტით დასტკბნენ, ბაბომ შინ შეიყვანა ისინი. ხელპირი დააბანინა მარმარილოს პირსაბანში. მოქარგული თეთრი და უმტვერო პირსახოცი მიაგება. სახლი ევროპულად ჰქონდა მორთული ოტიას, დიდი დარბაზი პარკეტის იატაკით, ჩუქურთმებიანი ჭერით. ჭერიდან ჭაღი ეშვებოდა. კედლები ხალიჩებით იყო მორთული. ტახტზე ტერეზას და მისი დების მიერ ახალგაზრდობის დროს მარგალიტისაებრ ბრჭყვიალა და პატარა კაკილებით, ოქრომ კერდითა და აბრეშუმის ძაფით ნაგვირისტევი და ნაქარგი ხავერდის მუთაქები და ბალიშები ეწყო. კუთხეში მერკურის ფორმის გრამაფონი იდგა. ესტატემ ფირფიტები დაათვალიერა. რა ჯურის მომღერლები არ გინდოდათ, რომ არ შეგხვედროდათ აქ, ქართველი, რუსი, იტალიელი. ესტატე ძველ ბავარულ მარშს წააწყდა და ცალკე გადასდო. ოტიას საყვარელი ფირფიტები ხშირი ხმარების გამო გაცვეთილიყვნენ. ქართული ხალხური სიმღერები, ხელხვავი, ხასან ბეგურა, პატარა საყვარელო, ქუთაისური ჰომერული სიმღერები, ქალი გამიდიდგულდა, ფარჩის კაბა შეუკერავს ჩიქვანის ქალსა და ცედური მრავალჟამიერი, ბონდო მიქელაძის, კოკინია დგებუაძისა და დანიელა ურიას მონაწილეობით. ეს გრამაფონი და ფირფიტები ჩემმა დისწულმა ევგენი მიყიდა თბილისში 5 წლის წინათ, განაცხადა ოტიამ. ბაბომ თავის საწოლ ოთახში შეიყვანა ვარდო და ნინო. იქ ორი ნიკელის ფართო საწოლი იდგა. ხალიჩებით მორთულ კედელზე ორი შაშხანა, ორი მოკლე კარაბინი, სანადირო თოფები, ხმლები და ხანჯლები ეკიდა. ფანჯარასთან ტუალეტი იყო მოწყობილი შესანიშნავი მრგვალი სარკითა და ნივთებით. ეს ბუდუარი პეტერბურგიდან გამოაწერინა გუბერნატორის ცოლმა ბაბოს. ერთი სიტყვით ვარდო მაყაშვილიც კი გაოცებული დარჩა ოტიას სახლის მორთულობითა და ნივთებით. არ ეგონა ამგვარად მორთულ სახლს თუ ნახავდა მთაში მივარდნილ სოფელში. როდესაც ბაბომ სწორი რუსულით საუბარი დაიწყო, ამან კიდევ უფრო გააოცა. ისინი მალე დამეგობრდნენ.
ბაბომ ნინო გულზე მიიხუტა, სილამაზე შეუქო და შუბლზე აკოცა. უმალვე მოთაფლა დარბაისელმა იმერელმა ქალმა თავადის ესტატე მაყაშვილის ცოლშვილი. რაჩინებული რძალი ყოლიათ, უთხრა ვარდომ ტერეზას. ტერეზამ სასტუმროში გაიყვანა. თავისი ძმების ოტიასა და სხვათა ახალგაზრდობის დროინდელი სურათები უჩვენა. წვერ ულვაშიანი ლამაზი ვაშკაცები, ფეოდალური საქართველოს ნაშიერნი, იმერული გრძელი ჩოხებით მორთულნი, დამბაჩებით, ხმლებითა და ხანჯლებით შეიარაღებულნი. გაფრინდა ის დრო, ჩაიქნია ხელი ბაბომ. ტერეზას გულმა არ მოუთმინა და ბაბოსთან ერთად შემოიარა ეზო გარემო, სადაც ბავშვობა და თავისი ახალგაზრდობა გაუტარებია. წყარო და ღარის წყალიც ინახულა, ანკარა წყაროს ცივი წყალი შესვა და ხელპირი დაიბანა. მერე თხილნარში შევიდა, ხეხილით სავსე უკანა ეზოში სხალი და ვაშლი შეჭამა. ბოლოს სამზადი ინახულა. მოჯამაგირე ქალები სალომე და ეპრაქსია გადაეხვივნენ და ქალბატონს ხელი დაუკოცნეს. დიდი მზადება იყო. შუა ცეცხლზე ქვაბები ეკიდა და შიგ ჩვილი ხფოს ბეჭი, ინდაურები, ქათმები იხარშებოდნენ. ცეცხლთან შამფურზე წამოგებულ გოჩს ერმილე ატრიალებდა. დაგიქცევია ოჯახი, უთხრა ტერეზამ. მანამდე არაფერი გეტკინოს, ჩემო ტერეზა, რამდენ ხანს მე თქვენისთანა საყვარელი სტუმრები არ მეწვიონ. მიუგო ბაბომ, გადაეხვია, აკოცა და გობიდან სახაჭაპურეთ მოზელილი ყველი აიღო და გასინჯა. მარილი არ ჰქონდესო. უზარმაზარი ქვაბი წყლით იყო სავსე და შიგ ბეგლარის მიერ მდინარეში თეთრა წყალში დაჭერილი კალმახი ეყარა. კალმახები კეთსა და კეთს შორის შევწვათ და ქინძ ძმარი გადავასხათ, უთხრა მოსამსახურეს. ჭაღარით მოსილ ქალს სალომეს ბაბომ. ვარიები ისრი მაყვლის წვენში ჩააწყვეთ. საცივს მე გავაკეთებ. შენ რომ საცივის გაკეთება იცი, ტერეზა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, იმისთანა არსად არ მიჭამია. მამაკაცები ეზოში ცაცხვის ქვეშ დამსხდარიყვნენ. მანამდე თავლა ენახათ. ოტიამ პლატონ მოგველაძის ჩერქეზულს ხახა გააღებინა, კბილები გაუსინჯა, თვალთან ხელი მიუტანა. დაბერებულა, მარჯვენა თვალზე მალე დაბრმავდებაო, განაცხადა. პლატონს გაუკვირდა. კორნელი მაცეს მითხრა, თქვენ და თქვენი დისწული ცხენთა შემტყობი ყოფილხართ. ძია ოტიას ალია რომ გენახათ, გაოცდებოდით, უთხრა სტეფანემ. მახსოვს, ალიაზე შეჯდებოდა ოტია, ხელზე მიმინოს დაისვამდა და სანადიროთ ასე წავიდოდა. ოტიამ შეშჩივლა. მიმინო ბაბო მომიკლა. ბატის გულღვიძლი მისცა და ის ტურის შესაჭმელი ბატი კი ჭირიანი აღმოჩნდა. გაგიჟებით ვეტრფი მიმინოს, შენიშნა პლატონმა. კარგ კაპუეთს ჰიპნოზის ძალა აქვს. კამარა შეჰკრავს, ხოხობს ბუჩქთან ახლოს მიუჯდება, თვალს თვალში გაუხრის, მონუსხავს, ძალას გამოაცლის, წახდენს და დაიჭერს. სწორია, კაპუეტი წახდენს. დაუდასტურა ოტიამ. ესტატე მაყაშვილი, ყიფიანი, ჩხეიძე და წულუკიძე ყურს უგდებდნენ. თქვენ ალია ახსენეთ. არ დაგრჩენიათ მისგან სანეშნო, ჰკითხა ესტატემ. არა, ალია სანდროს მოგვარე კაცმა, ნოდარ წულუკიძემ მომპარა, მიუგო ოტიამ. სანდრომ თავი ჩაჰკიდა, თითქოს დაირცხვინაო და შენიშნა. წულუკიძის ქურდობა კაცს არ გაუგონია. სწორედ იმ წყეულმა ნოდარა წულუკიძემ მომპარა ალია. არ მოერიდა ოტია და განაგრძო. ალიას ჩემს გარდა ვერავინ ვერ მიეკარებოდა. ცხენის გახედნა და ცხენოსნობა
სტეფანეს და დათას ახსოვს რანაირი ვიცოდი. ალია მაშინ გაუხედნავი კვიცი იყო და ჯოგთან ერთად გავგზავნე იმ ზაფხულს გორამაღალზე საბალახოთ. ყაბარდოული ულაყის სახელი განთქმული იყო მთელს იმერეთში. მას ბევრი ნატრობდა. განსაკუთრებით კი ზეკარზე საქონლის საბალახოდ გადმოსული მეჯოგე მეგრელები, კვარაცხელია თოლორდავები. ერთხელ ის წყეული ნოდარ წულუკიძემ ესტუმრა. 10 ძმაკაცი ახლდა. ერთი კვირა შევინახე და ვაქეიფე. ჩიტის რძეც არ დამიკლია, დედაჩემის სული ნუ წამიწყდება. წულუკიძე მოჩხუბარი, ლეკურის იშვიათი მხმარებელი, დიდი მოკეიფე და კარგი ცხენოსანი იყო. სულთლად ჩვენ სანდრო წულუკიძეს გვანებია. ის ღმერთი ამას უშველის, შენიშნა კოწია ჩხეიძემ. ოტიამ გაიცინა. სანდრო ნოდარასთან ვერ მივა. ხოდა ის ნოდარ წულუკიძემ თვარიან ღამით გორამაღალზე ასულა. მეგრელი მწყემსები მოუყიდნია და ალიასათვის მიუგზავნია. ხალში გრძელი თოკი მოუმარჯვებია, საგდებელი უსროლია და კვიცისათვის თავზე გადაუცვია. ულაყი დაფეცდა, მაგრამ ნოდარ წულუკიძემ მაგარი მკლავით მოსწია ბაწარი. დაითოკა და მოიახლოვა. სწრაფად მოახტა კვიცს, ფაფარში ხელი ჩასჭიდა. თოკი ცხვირზე მოხვია და გაქაფებულ პირში ჩაუგდო. ალია გაგიჟდა, ყალღზე დადგა, დატრიალდა, ისკუპა ადგილიდან და მოწყდა. წყემსებმა და ქუთაისიდან დაბრუნებულმა მეურმეებმა მიამბეს. წულუკიძემ ალიას სადავე ვერ დაუჭირა. ცხენით ხრილებსა და ხრამს ახტებოდა. ხანისყალში გადაეშვა და თქარათქურით გაირბინაო. ალიამ სოფელი ხანი, კაკასხიდი, ბოლოკოური, ალისმერეთი, წაბლარასხევი უკან ჩამოიტოვა და ბაღდადში ჩამოვიდა. ფერსათი, დინი, როკითი, დიდველა გაიარა. აჯამეთის ტყეში რაშივით შევარდა. ვარციხესთან დაიქანცა. გაქაფულ მესტოებ დაბერილ ულახს ქშენა, ფრუტუნი და ხველა აუარდა. ხავერდის ტყავში გახვეული მაგარი კუნთები მოუდუნდა. სქელი კისერი მოეგრიხა და თავი ჩაჰკიდა. წულუკიძემ სადავე დაუჭირა. ყვირილაზე და რიონზე გავიდა და პირდაპირი გეზი აიღო. პატრიკეთ ჩაუარა. ფარცხანაყანები, მაღლაკი, გუბი, კუხი, ხონი გაიარა და საწულუკიძოში ჩავიდა. უამბობდა ოტია სტუმრებს. წარმომიდგენია ბატონო ოტია, რა გუნებაზე დადგებოდით, როდესაც ალიას დაკარგვას გაიგებდით. შენიშნა პლატონ მოგველაძემ. ალიას დაკარგვა რომ გავიგე, იმისთანა შენს მტერს მე გულზე შემომეყარა. მთელი ქუთაისის გუბერნია შევძარი ყმაწვილო. საქმე ღუბერნატორამდეც კი მივიყვანე, მაგრამ ალიას ვერსად ვერ მივაკვლიე. იმ წყეულ წულუკიძეს ცხენისწყალი გადაუცურავს და ალია ფიდო დადიანისთვის მიუყიდნია სამეგრელოში. თვითონ წულუკიძეს მერე კაცი შემოაკვდა ჩხუბში. უფროსი ძმის ცოლზე მისი მოურავი შეისწრო. ალაგესთან დაეწია ლეკური, იშიშვლა, რეკა და კვირნიხში შემოკრა. გაპობილი თავის ძვლები ჭიდროდ დავიდა ერთმანეთზე, ისე რომ ფოლადი ძლივს გამოაძრო ხრიალით. მერე ხანჯალი იძრო და საკატლეტე ხორცივი დაკეპა და ამისათვის ციმბირში გადაასახლეს. მიკვირს რად გადაასახლეს, თუ კი რძალზე შეისწრო იმ კაცმა მოურავი გლეხი. დასძინა ოტიამ. მოურავი ბეგლარი აიწურა, გაფითრდა. თვალები ყაჩაღისებურად მიანათა სტუმრებს.
ოტიას დისწულებს სტეფანეს და კორნელის ქურდულად დააცქერდა რატომღაც. სულ მთლიანად დაუკეპია ბატონო და გადაასახლებდნენ, აბა რას იზამდნენ. შენიშნა კოწია ჩხეიძემ ოტიას. დაკეპავდა ყმაწვილო, აბა რას იზამდა. რძალზე რომ ვინმე შევისწრო, შიგ ხახაში მივცემ ტყვიას. მიუგო გაბრაზებულმა ოტიამ და მოჰყვა. ის კი არა, ერთხელ ფერსაჩში დიმიტრი კიკნაძე შემეჯიბრა ღვინის სმაში. დაჩაგვრა მომინდომა, დაცლი და ყანც და გადმომიგდებდა. თუ ბიჭი ხარ მომყევი სმაშიო. სანაძლეო დავდოთო, ვინ წააგოს, საჯაროდ თითი მოკაკვოსო. ვაი ღმერთმა მამკლას, მაშინ მე თუ კისერი არ მოგტეხე მეთქი, ვიფიქრე. მასპინძელს დიდი ყანწი ვთხოვე. 2 ბორჯომის ბოთლი პირწმინდად ჩავიდე. დედი ჩემის სული ნუ წამიწყდება, დაიფიცა ოტიამ. 2 ბორჯომის ბოთლი როგორ დალიეთ ერთბაშად, ბატონო ოტია, გაუკვირდა პლატონს. ოტიამ ასწავლა. ცოდნა უნდა ყმაწვილო, ყანც არ უნდა უსუნო. ღვინის დალევის მერე სული უნდა ამოითქვა. ღვინის ორთქლი და სიმაგრე ამოუშვა. ოღნაშოს საწებელში ამოვლებული ბატის ან ქათმის ფრთა უნდა წუწნო. ოდნავ წაიხემსო და ერთი კაკალი კაცი ვერ გაჯობებს ღვინის სმაში. დავლე და გადაულოცე. შეშინდა და მიშარა. ვარი განაცხადა. მაგხაც ვერ დავლევო. თავს ნუ იგდებ, თორემ გაგათავებ მეთქი შევძახე. ძახდა ყაზახი. ხრები აიწურა და მამალი ინდაურივით აიფხორა. სავსე ყანწი მივართვი. მეოთხედიც კი არ ეკნებოდა დალეული, მიტკალივით გაფითრდა. თვალები კვერნასავით დაუპატარავდა, მიეჭუტა და სლოკინი აუვარდა. ყანწი დააგდო, ისკუპა, აივნიდან გადახტა და ეზოში გამექცა. მეც ვისკუპე აივნიდან და გამოვეკიდე. აღარ მოვეშვი, ვზდიე და ვზდიე ყმაწვილო უკან. ის იყო მომასწრო ღობესთან და კიდევაც ვიძრე ხანჯალი. იქნებოდა ჩემგან ასე ერთი 40 ფეხის ნაბიჯზე. ხანჯალი წვერით დავიკავე, ვესროლე და ზედკაკალ დუნდულზე მივარჭე იმ ჭირიანს. ბარძაყი საღდგომო კვერცხივით შეუღებე, დედა ჩემის სული ნუ წამიწყდება. ესტატემ პლატონმა, იონამ, კორნელიმ და ყველამ ხმამაღლა გადაიხარხარეს. იონა ფიქრობდა, რა სისულელეს უყვება ამ საპატივცემულო სტუმრებს და ოტიას უთხრა. კი მაგრამ ასეთი ძალით ვის გოუგონია ოტია ღვინის დალევინება? იქნებ არ შეეძლო იმ კაცს და უნდა მოგეკლა? ოტიამ მიუგო. მაშინ არ უნდა გამეჯიბრო ყმაწვილო ღვინის სმაში. მე რომ დამალევინებ, შენც უნდა დალიო. აბა როგორ გინდა? ოტიას დაეთანხმნენ გამოცდილი მსმელები ღვინისა, ჩხეიძე და წულუკიძე. მე რომ თქვენს ადგილას ყოფილიყავი, უსათუოდ მოვკლავდი. ღვინის სმაში თქვენ გიჯობნიათ, მაგრამ სირბილში დიმიტრი კიკვაძეს და ამას გადაურჩენია, ოხუნჯობდა ჩხეიძე. კი მაგრამ მე მახსოვს, ალია მერეც ყავდა. შენ ხელში დაბერდა კიდეც, შენიშნა იონამ. ჰო, განაგრძო გაწყვეტილი მოთხრობა ოტიამ. ფიდო დადიანი ჩვენი მოკეთე იყო და ალია იმავე ფასში დამიბრუნა, რაც წულუკიძემ გამოართვა. ეს რა მოგსულიათ, ბატონო ოტია? იძულებული გამხდარ ხართ გეყიდნათ საკუთარი ცხენი, უთხრა ღიმილით ესტატემ. ვიყიდე, დედა ჩემის სული ნუ წამიწყდება. ვაი რა ოქროს თუმნიანები ჩაუთვალე იმ ჩემი ცოდვით სავსე ფიდო დადიანს. სუხდა ოტია.
მსუქან მუცელზე მოჭერილი ქამარხანჯალი გაისწორა. თიდან მონაბერმა ნიავმა შეჟღალებული წვერულვაში გაუშალა. მოღუნული ცხვირის ნესტოები გაუფართოვდნენ. სქელ კისერზე დარაიის ახალუხის თეთრი საყელო უჭერდა. ღილკილოები შეიხსნა. შუბლიდან წურწულით ჩამოსდიოდა ოფლი. საჩვენებელი თითით იწურავდა და სახეს ბაღდადურით იმშრალებდა. ესტატე მაყაშვილი და პლატონ მოგველაძე განცვიფრებული მისჩერებოდნენ ჩოხაში გამოწყობილ ზემო იმერელ ფეოდალს. ჭიჭინობელა განუწყვეტლივ ჭიჭინებდა კაკლის ხეზე ზაფხულის ვარვარა მზით რეტდასხმული. სუფრის გაშლის მოლოდინში მოსაუბრე სტუმრები ფართო და განიერ ტალავერში შევიდნენ. აქედან ჩინებულად სჩანან გურია აჭარის, რაჭა ლეჩხუმის და სვანეთის მთები. ოტია სახლის უკან ტყით დაფარული, ამწვანებული მთაა აღმართული. იქიდან უბერავდა ეს გრილი ნიავი. სტუმრებმა ხალვათობა იგრძნეს. რა შეედრება სოფელს? ერთი შემოგხვედეთ, რასავ გავართ, ქალაქში მოხარშული ხალხი და მერმე თქვენს თავზე დაიხედეთ. ზედვე გეტყობათ სოფლის ბარაკა, ჯანი და ჰავა. უთხრა პლატონ მოგველაძე ოტიას. ოტიამ ეს არეული დროება დასწყევლა. მოიგონა მშობლები, ბედნიერი წარსული და სახეზე ნეტარი ღიმილი აღარ შორდებოდა. ამ დროს ცაცხვის ქვეშ სუფრის გაშლა დაიწყეს. მოურავმა ბეგლარმა კოკები, თოხი, ხიზბარი, ორშიმო მოიტანა და ქვევრის მოხდა დაიწყო. ყველანი გარშე მოეხვივნენ. მოურავი მიწაში დაფლულ პატარა ქვევრს მიადგა. ამ ტალავარში 100 და 200 ჩაფიანი ქვევრებიც არის. ტკბილის ჩასხმის წინ შემოდგომაზე ბეგლარი გრძელ კიბეს ჩაიდგამს, ფარანს ჩაიტანს და ასე დაუწყებს ხოლმე ამ ვეება ქვევრებს საცხით ხეხვასა და რეცხვას გრძელ ჯოხის წვერზე წამოგებული ბალის გამხმარი ქერქით, ბოლღოჯით, თაგვისსარა, ჯანგარა ბალახით. ბეგლარმა ქვევრის თავზე დაყრილი შავი მიწა თოხით გადაიღო. მერმე ხის ნიჩაფი წყალში დაასველა. ზედ ფეხი დააჭირა. ქვევრის თავზე დაგოზებული სველი აყალო მიწა რგოლისებურად მოსჭრა, ამოიღო. მრგვალი ფიცარი მოასუფთავა და ქვევრს სარქველი ორგო ახადა. ქვევრი ცოლი კაურით იყო სავსე. იქიდან უცნაური ხმა ისმოდა. ღვინოს ყურძნის მარცვლები, ჭაჭა, კურკები ედგა თავზე. ნელა ჩაუშვა ბეგლარმა კუპრისფერი ორშიმო. ყურძნის მარცვლები გასწია და მიწაში ჩაფლულ, ჩაკირულ ქვევრიდან ღვინო ამოიღო. კოკებში გადაიღო. ოტიამ ჩოხის სახელო აიკაპიცა. ღიმილით აიღო ტიკჭორასავით წელში გამოყვანილი კახური ჭიქა. ბეგლარს შიგ ღვინო ჩაასხმევინა. ქარვისფერ ცოლი კაურს გახედა. ჭიქა კახელ თავაც ესტატე მაყაშვილს მიართვა და როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს ჭაშნიკი გაასინჯინა. ესტატეს მამა მევენახე იყო და ვექილმაც ღვინის კარგი შეტყობა იცოდა. ჭიქაში ღვინო შხეფებს ისროდა. ვაი საყვარელო, რა ღვინო იცის თქვენმა კახურმა ვაზმა? მისი ძირი არ გახმეს, უთხრა ოტიამ. ესტატემ ჭიქა მაღლა ასწია. ანკარა ქარვისფერ ღვინოს გახედა. ჭიქა ტუჩთან მიიდო. ღვინოს გემო გაუსინჯა, გადაჰკრა. თავის სიამით გააქანა და განაცხადა. ჩინებული ღვინოა. რეინისა და ბურგუნდიის ღვინოს მაგონებს. ეს უფრო მაგარია, მაგრამ ისე საამოდ, ადვილად და მსუბუქად ისმება, თითქოს ღვინო კი არა,
ეთერსა და ჰაერს სვამო, ოტიას ეამა და მიუგო. ჩვენებური ღვინო კახურ ღვინოსთან, რქაწითელთან და საფერავთან ვერ მივა. კაცმა მართალი უნდა თქვას. ჩხეიძეს სული მისდიოდა. ბეგლარს ჭიქაში ჩამოასხმევინა ღვინო, გადაჰკრა და ისიც ჩაერია საუბარში. ღვინოს დაყენება უნდა, ბატონო. თუ კარგად დააყენებ, იმერეთშიც, აი ხომ ხედავთ, ასეთი დიდებული ღვინო დგება.